პედაგოგების ანაზღაურების ზრდა 2015 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება და ის პროფესიული საქმიანობის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული. აცხადებს პრემიერ-მინისტრი. განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების ახალი სქემა შეიმუშავა. პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მე ვიცი რომ თქვენ მეც სიმსახურეთ. მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რომ მოხდეს თქვენი ღირსეულად დაფასება. მაგრამ მე გპირდებით რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ თანმიმდევრულად თქვენი პროფესია, თქვენი საქმიანობა დაფასდებს მაქსიმალურად. ნოემბრის თვისთვის ჩვენ გვეცოდებით უფრო კონკრეტულად დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-2016 და 2017 წლებში. და ახალი სქემის მიხედვით, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ კონკრეტულად უფრო ნოემბრის თვეში, დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის მიღწევებზე. და ეს თვითონ მასწავლებელს გაუძლებს мотивაციას. შემოდის უკვე შეფასების კომპონენტი, რომელიც იქნება ნაწილობრივ ტესტური, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი იქნება კლასში დაკვირვებაზე და იმ შეძენილი კომპეტენციების პრაქტიკაში გამოყენებაზე. შესაბამისად შეიკრება მთელი სისტემა, რომლის ფარგლებშიც აგრეთვე ეტაპობრივად დაიწყება სახელმწიფო პოლიტიკის მოწესრიგება. მასწავლებელი უნდა ამტკიცებდეს თავის ცოდნას და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, უნდა დაამტკიცოს თეორიულადაც ცოდნა და ეხლა უკვე პრაქტიკულადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ანუ საკლასო ოთახში რამდენად ვიყენებთ იმას, რასაც ვაბარებდით, ჩავაბარეთ და მოგცემს იმას, რომ იქნება мотивация.